მოგესმენებთ თერაპიულ იგავს, რომლის სათაურია დიდი სხვაობა. ერთ ოსტატს ჰკითხეს, რას აკეთებდით მანამდე, ვიდრე გახდებოდით გასხიოსნებული. მან უპასუხა, მე შეშას ჩეხავდი, მომქონდა წყალი ჭიდან. ახლა, როდესაც გასხიოსნით, რას აკეთებთ? კიდევ რა შემიძლია, რომ გავაკეთო? ჩეხავ ხეებს და ჭიდან წყალს ვეზიდებ. გასხიოსნებამდე იგივეს აკეთებდით და ახლაც იგივეს კეთება გიწევთ, მაშინ სხვაობა რაღაცია. ოსტატს გაეცინა და თქვა, სხვაობა ძალიან დიდია. ადრე მე ამის კეთება მიწევდა. ახლა კი ყველაფერი ბუნებრივად ხდება. გასხიოსნებამდე მე დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა ამისათვის. სულის სიღრმეში ძალიან ვბრაზდებოდი კიდეც. თუმცა ამას არ ვავლენდი. ახლა კი უბრალოდ ჩეხავ შეშას, რადგან ვიცი, როგორი სილამაზე და სიხარული ახლავს მასთან. მე მომაქვს წყალი ჭიდან და ეს ვალდებულება კი არაა, არამედ ჩემი სიყვარულის გამოვლენაა. მე მიყვარს მოხუცი მასწავლებელი. უკვე აცივდა, ზამთარი ახლოვდება და შეშა აუცილებლად დაგვრჩება. მასწავლებელი ყოველ დღე უფრო და უფრო ბერდება და მას უფრო მეტი სითბო სჭირდება. ამ სიყვარულით ჩეხავ შეშას და ვეზიდები წყალს ჭიდან. ამაში კი ძალიან დიდი სხვაობაა. აღარ მეზარება. წინააღმდეგობა აღარ მაქვს. მე უბრალოდ ყურადღებას ვიჩენ მიმდინარე აუცილებლობის მიმართ და ვავლენ სათანადო ყურადღებას. ეს იგავიც საინტერესოა, როგორც ყველა იგავი, სადაც აქცენტი გაკეთებულია იმაზე, თუ რა შინაარსით კეთდება ესა თუ ის მოვლენა, რამდენად გააზრებული აქვს ადამიანს მნიშვნელობა და ფასეულობა თავისი ქმედებებისა, რამდენად ღრმა აზრია მასში ჩადებული და აქედან გამომდინარე, თუ ეს ყველაფერი სიკეთესა და მსახურების იდეას უკავშირდება, რამდენად სასიამოვნო შეიძლება იყოს შინაგანად იმის კეთება, რაც ადრე შეიძლება წუხილის მიზეზი იყო მხოლოდ და სიზარმაცის ან გარკვეული მიუღებლობისა. ასე რომ იგავი ამ მხრივ ძალიან საინტერესოა. კიდევ ერთხელ გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი